თბილისი რაღაცა და სხვა არა თბილისში რო გაერთობი ეგრე ბევრ ქალაქში ვერ გაერთობი იმიტომ რომ მაგ მხრივ ნამდვილად წინ ვარ აი ბევრ რამეში და აი ეს ღამე და კლუბური ცხოვრება და ყველაფერი მართლა ძალიან ბევრ რაღაცას მივაღწიეთ უბრალოდ მგონია რომ აი ნიუ-იორკი ზუსტად ის ერთ-ერთი ქალაქია სადაც რა თქმა უნდა, იმიტომ რომ აი ევროპის ქალაქები ხო იცი როგორ არის უფრო ღამის ცხოვრება რაღაც ზომდეა და მე ხო და ნიუ-იორკში რა თქმა უნდა, აი თან ძალიან საამაყოა რომ აი ბეისმენტი ქართველების გაკეთებულია და მართლა ვთვლი ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია, სადაც ყოფილვარ, ისთვისაც მადლობა ამისთვის და როგორც მივხვდი იქ რო ვიყავი რომ ნიუ-იორკერებისთვისაც ძალიან მისაღები და ძალიან პოპულარული და კარგი კლუბია და ეს ძალიან კარგია, იმიტომ რომ მუსიკა ხარისხიანია, თვითონ ეს მიმღებლობა ყველანაირი. ზოგადად ღამის ცხოვრება შენთვის აი კლუბურ გართობას გულისხმობ, რა სიკეთის მომტანია, თუნდაც არ ვიცი შენი ფსიქოლოგიისთვის თუ ასე შემდეგ. აი ბევრ ადამიანმა შეიძლება, როდესაც მივდივართ კლუბში, გითხრას, რომ რას დადიხართ ამ კლუბში და რაღაცა უსმენთ ჯაგაჯუგებს. ეს ჯაგაჯუგები შენთვის რა? არა, ეს არ არის ზუსტადაც რომ აი თბილისშიც როცა ყალიბდებოდა ეს აი ჩემი მეგობრები ბევრი მუშაობდნენ ამ თემაზე და ვიცი ეს არ არის უბრალოდ გართობა რა ეს არის ძალიან თანამედროვე ადამიანის დღის ცხოვრების გაგრძელება ღამეში წარმოიდგინე რომ ამ ადამიანმა რომელიც აი მართლა ამ გიჟურ რიტმში ცხოვრობს მე ის მუსიკა მოისმინოს რომელიც მას უნდა ნუ შეიძლება სხვა თაობისთვის და იგივე იმ თაობისთვის განსხვავებული იყოს ახლა მაგაში ყველანი თავისუფლები ვარ და მიიღოს ის ემოციური და კულტურული საზრდო, რაც მას სჭირდება. ისევ იმისთვის, რომ მე ორშაბათიდან ისევ პროდუქტიული იყოს და ისევ გააგრძელოს თავისი ცხოვრება. და ის შაბათ, პარასკევს და შაბათს ვინ როგორ გაერთობა, აი ამით ეს ღამის ცხოვრება, რომ ესე შემოვიდა თბილისში, ძალიან სერიოზული კულტურული გარღვევა იყო, იმიტომ რომ ეს თან ასევე ცნობიერებაში ძალიან მნიშვნელოვანი იყო ადამიანების, იმიტომ რომ ყველა ადამიანს უნდა ქონდეს იმის საშუალება, რომ თუ სხვის სივრცეს არ არღვევ, გაერთო ისე როგორც შენ გინდა.